თავი მეშვიდე. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას, მიმიშვი ამოგიღო თვალიდან ბეწვიო და აჰა, შენ თვალში კი დირია. თვალთ მაგცო, ჯერ შენი თვალიდან დირი ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ წმიდა ზაღლებს და ნურს თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემოbrunებისას თქვენც არ დაგგლიჯონ. ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი ვინც ითხოვს ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც აკაკუნებს გაეღება. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, საკუთარი შვილი პურს თხოვდეს და ის კი ქვას აძლევდეს. ანდა თევზი რომ სთხოვოს, გველი მიაწოდოს. ხოდა თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილმისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც თხოვს. ამიტომ ყველაფერში როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენს ისევე მოეკეცით მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას. ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ, ან ბირკავადან ლეხს. ასე ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ვინც მეუბნება, უფალო, ყველა როდი შევაცათა სასუფეველში. არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, განა შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ უდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასაულს. მაშინ მე განუცხადებ მათ, მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.